პროევროპული აქციების მონაწილე მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებული დავით ლომიძისა და თემურ ზასოხაშვილის საქმეზე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განაჩენს 8 აგვისტოს გამოაცხადებს. ზასოხაშვილსა და ლომიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დღევანდელ პროცესზე, რომელიც გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით მედიისთვის კვლავ ღია იყო, ბრალდებულების ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს. ლომიძის ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა თქვა, რომ საქმეში დაზარალებული სტატუსის მქონე პოლიციელები ავთანდილ ფოცხვერაშვილი და ბადრი თათანაშვილი ცრუჩვენების ავტორები არიან. ადვოკატის მტკიცებით, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების გამო შეუძლებელი იყო პოლიციელებს ვინმე დაენახათ. დაზარალებული სტატუსის მქონე პოლიციელები მოწმის სტატუსით 10 ივლისს დაიკითხნენ. სხდომის მიმდინარეობისას სოციალურ ქსელში ბადრი თათანაშვილის ფოტოს გავრცელების გამო გალუსტაშვილმა პროცესი დახურა. მაშინ სხდომაზე მისულმა თათანაშვილმა თქვა, რომ იერსახით დაიმახსოვრა 2 ადამიანი, რომლებმაც მოლოტოვის კოქტეილი ისროლეს. მისივე თქმით, მოლოტოვის კოქტეილები წყლის ჭავლის მანქანას მოხვდა. თათანაშვილის განმარტებით, ბრალდებულები მან ფოტოსურათით ამოიცნო. სხდომაზე ადვოკატებმა ბადრი თათანაშვილს ვიდეო აჩვენეს, რომელიც პროკურატურის მტკიცებულებაა და კითხეს, ხედავდა თუ არა სახეებს. პასუხად მოწმემ თქვა, რომ მას თვალის ფერი და ნაკუთები არ დაუნახავს და ბრალდებულები იერსახით ამოიცნო. დღევანდელ პროცესზე ზასოხაშვილის ადვოკატმა ირაკლი აფსანძემ დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ საქმეში მტკიცებულებების ერთობლიობა არ არსებობს, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი გახდებოდა. დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. საქმეში დაზარალებულად ცნობილ პოლიციელებს ფიზიკური დაზიანება არ აქვთ. დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.